დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალაქში წინა საარჩევნო ბანერების განთავსებისთვის თავისუფალ ადგილებში ფართის გამოყოფას მოითხოვს. თემურ ჭანტურიშვილის განცხადებით ბათუმის მერიისაგან ნებართვა ითხოვა, თუმცა საპასუხო წერილში საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ფართის გამოყოფას ამ ეტაპისთვის მიზანშეუწონლად მიიჩნევს. მისი განმარტებით ოპოზიციური სპექტრი არაკონკურენტულ გარემოშია საკითხთან დაკავშირებით, თავად ირაკლი ჩავლეიშვილი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წარმომადგენლებს ბილბორდების განთავსებაზე მოთხოვნა არ შეუტანიათ. მერის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის განმარტებით ჭავჭავაძის ქუჩის გასწვრივ ზღვის მიმართულებით საარჩევნო ბანერების განთავსება საკრებულოს 2012 წლის ივლისის დადგენილებით იკრძალება. ზღვარ გადასულ უკანონობასთან საქმე, ვინაიდან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ჩვენ კანონიერ მოთხოვნაზე, რომელიც ეხება თვალსაჩინო პოლიტიკური აგიტაციის გამოკვლას ქალაქში და ეხლა იცით, რომ მიმდინარეობს საპრეზიდენტო კანდიდატების პაექრობა, ჭირდება აუცილებლად თვალსაჩინო აგიტაცია ქალაქში, მივმართეთ მას თხოვნით და მივიღოთ აბსოლუტურად უსუსური უკანონო პასუხი, რომ მას პიროვნულად მიზანშეუწონლად მიაჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა და გადაწყვეტა. შემოსული იყო წერილობითი მოთხოვნა, რომ მოხდარიყო გარე განათების ბოძებზე დროშისებრი კონსტრუქციის სარეკლამო საშუალებების განთავსება. რაზეც ჩვენ ვიპასუხეთ, რომ 2012 წელს ივლისის თვეში საკრებულოს მიღებული იქნა დადგენილება, რომლითაც ქალაქის გარკვეულ ზონებში იგრძალება ზოგადად საარჩევნო პლაკატების განთავსება, ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ჭავჭავაძის ქუჩიდან ზღვის მიმართულებით, მათ შორის ახალი ბულვარიც შედის. და ასე რომ იმ ზონაში ზოგადად იგრძალება საარჩევნო სარეკლამო საშუალებების განთავსება.